რატომ კორალ კლუბი? საერთოდ დიდი ხანია მე ავირჩიე ესეთი გზა ბიოდანამატებით გაჯანსაღება. ადრე ძალიან ებრძოდნენ ამ მიმართულებას, არ ღებულობდნენ, მაგრამ დღესდღეობით უკვე ბიოდანამატი არის თითქმის უკვე საზღვარგარეთ მარკეტებშიც კი იყიდება ჩვეულებრივ, ხო? კორალ კლუბი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს არის თვითონ კომპანიას აქვს ორი მიმართულება, ეს არის ჯანმრთელობა და ეს არის უკვე ცხოვრების ხარისხის შეცვლა, ეს როგორც დამატებითი შემოსავალი და როგორც უკვე პარტნიორობა და უკვე პროფესიული განვითარება. და რატომ კორალ კლუბი? იმიტომ რომ აქ პირველ რიგში არის სისტემა გაჯანსაღების და არის ჰოლისტიკური მიდგომა, იმიტომ რომ მარტო არ არის რომ მიიღო დანამატი, ხო? აუცილებელია ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, აუცილებელია ასევე მოძრაობა და ძილის მოგვარება, ჰიდრატაცია და ეს სისტემა არის ძალიან კარგად აწყობილი კომპანიის მიერ და მე ეს სისტემა მომეწონა თვითონ, სწორად არის ყველაფერი შერჩეული და ამიტომ მე მომწონს თვითონ პროდუქციაც არის GMP ხარისხის, 8 ქვეყანაში არის წარმოება. არის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის მთელი მსოფლიოდან და თვითონ კომპანია ეხმარება ხალხს ჭკვიანური არჩევანის გაკეთებაში ჯანმრთელობაზე და რომ ადამიანმა შეძლოს თვითონ დამოუკიდებლად იზრუნოს თავის გაჯანსაღებაზე. და კომპანია შეიქმნა 1990 ძალიან მოკლედ მოვყვები, იმიტომ რომ მე ძალიან ვრცელი ვიდეო მაქვს ამის შესახებ. და არ ვიცი რამდენად გაქვთ ნანახი, ამიტომ ძალიან მოკლედ მოვყვები, რომ კომპანია არის უკვე 28 წელი არის ბაზარზე. 1998 წელს შეიქმნა, დარეგისტრირდა ტორონტოში და პირველი ოფისი გახსნა კანადაში. პირველი იდეა იყო, წარმოება არის 13 ქვეყანაში, მერყეობს ესეთ ხან როგორ და არის ამერიკაში, ევროპაში, აზიაში. წარმოდგენილია თვითონ წარმომადგენლობა აქვს 35 ქვეყანაში და ყველაფერი დაიწყო წყლიდან. თვითონ ვინც არის დამაარსებელი ამ კომპანიის, ნახა რომ არის ესეთი იაპონიაში კუნძული ოკინავა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ და როდესაც გამოიკლიეს თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, დაადგინეს რომ იქ კოლექტიური ქორალი, რომელიც ხელს უწყობს აი ადამიანის გაჯანსაღებას. მიხვდნენ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არა ის რომ მარტო წყალი დალიო, არამედ მნიშვნელოვანია როგორია ეს წყალი. და მაშინ დაფიქრდა ლეონიდ ლაპი, რომ მილიონობით ადამიანს დასჭირდება ეს სუფთა წყალი და წვდომა ამ სუფთა წყალთან. ამიტომ ეს მისია დაიკისრა კომპანიამ და შექმნა ეგეთი ძალიან კარგი პროდუქტი ქორალ მაინი და ეს ქორალ მაინი გახდა ამ კომპანიის ფლაგმანი პროდუქტი და ძალიან დიდი როლი ითამაშა, ასეთი ტრამპლინი, ეს როლი გლობალური მიზნისთვის, ხელი შეეწყო ჯანმრთელობისთვის, ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. და კომპანიის პირველი მისია არის რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს ამ კომპოზიციასთან სუფთა წყალთან წვდომა. მისია არის დავალებინოთ წყალი მსოფლიოს. ქორალ მაინი უკვე 20 წელია რჩება ყველაზე უბრალო და ხელმისაწვდომ საშუალებად, რომ მივიღოთ ხარისხიანი ორგანიზმისთვის ოპტიმალური წყალი. და ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი დიაგნოზი არის ზუსტად რომ გაუწყლოვებული, როდესაც არის ორგანიზმი. საერთოდ პირველი არის, როდესაც ადამიანს აქვს გაუწყლოვება, შემდეგ აქვს ინტოქსიკაცია ორგანიზმში და შემდეგ არის უკვე
აი დეფიციტი. არის ესეთი რუსულად არის ეს წიგნი ამერიკელი ავტორის მკვდარი ექიმები არტყუიან. ესე თუ სწორად ვთარგმნი და იქ ზუსტად არის ასახული თუ რა დეფიციტი, რა დაავადებას იწვევს. და პირველი არის ეს ჰიდრატაცია, რომ ორგანიზმს სჭირდება ჰიდრატაცია. და თვითონ არის ეგეთი ჰიდრამაქსი უკვე გამზადებული კომპლექსური პროგრამა, შიგნით შედის რამდენიმე დასახელების პროდუქტი, რომ უკვე ადამიანმა აღარ დაიწყოს ფიქრი, რა პროდუქტი ჭირდება, რა იყიდოს, უკვე გამზადებულია კომპანიის მიერ. და ეს უნიკალური პროდუქციული გადაწყვეტილებები, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა მრავალწლიანი წარმატებული მოხმარების გამოცდილებით. მილიონობით ადამიანის მიერ და უბრალოდ კომპანია 28 წელი ვერც იარსებებდა, რომ არა ამდენი დადებითი გამოხმაურება. პროდუქციის ხაზი ორიენტირებულია პრობლემის კომპლექსურ გადაჭრაზე, რაც უკავშირდება თანამედროვე აგრესიულ გარე ფაქტორებს, ცუდი ეკოლოგია, სტრესი და უხარისხო კვება. და კომპანიას აქვს 5 შეუცვლელი პრინციპი. ეს არის პირველ რიგში ხარისხი კომპრომისების გარეშე, ანუ 28 წელია კომპანიას ხარისხი არ შეუცვლია, ანუ პირიქით ყოველთვის უკეთეს და უკეთეს ხარისხს წარმოადგენს. აქ სერტიფიცირება GMP, ISO სტანდარტების მიხედვით და სხვა სტანდარტების მიხედვით. და იცავს უსაფრთხო, ანუ პროდუქციის წარმოების ზომებს და წესებს სხვადასხვა სფეროში, საკვები, ქიმიური და ფარმაცევტული. მეორე, ეს არის მაქსიმალური უსაფრთხოება. თითოეული პროდუქტი გადის ბევრ და მრავალ საფეხურიან ტესტირებას კერძო ლაბორატორიებში. და დამოუკიდებელი ტესტირების ცენტრები ამოწმებენ ნედლეულის ხარისხს და სისუფთავეს, არჩევენ ოპტიმალურ კომპონენტთა შეთანხმებას, ამტკიცებენ საბოლოო პროდუქტის ეფექტურობას და უსაფრთხოებას. და უკვე მიდის მომხმარებლამდე. და პროდუქტები, რაც თავარია, არ შეიცავს გემოს, ჰორმონებს, გლუტენს, კონსერვანტებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, გემოს გამაძლიერებლებს, ხელოვნურ არომატიზატორებს და ფტალატებს. მესამე არის საუკეთესო სპეციალისტები პროდუქციის წარმოებაში, მონაწილეობას იღებენ ბიოქიმიის და დიეტოლოგიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც იყენებენ უკანასკნელ კვლევებს და ტექნოლოგიებს. ყოველთვის კომპანია აწარმოებს და გვთავაზობს ახალ პროდუქტს ყოველ წელს. და ოპერატიულად გამოიტანს თავის ბაზარზე ინოვაციურ გადაწყვეტილებას ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის, როგორც ეხლა წარმოგვიდგინა კოლაგენის ნიღბები, კოლაგენი და სხვადასხვა ძალიან კარგი პროგრამა. მეოთხე, ერთ ტალღაზე ბუნებასთან ერთად, ანუ პროდუქტი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებს, რომელთაც დააგროვეს თავიანთ თავში ბუნების ძალა, ხოლო სამეცნიერო მიღწევების წყალობით წარმოდგენილია დაბალანსებული და ბიოწვდომადი ფორმით. ანუ ეს ფორმა არის ადრე საკვებში არ იყო საჭირო დანამატის სამხით რამე მიგვეყო, მაგრამ უკვე როგორც თქვით, უკვე ეკოლოგიის მხრიდან უკვე ისეთი ზეგავლენა და სტრესი იღებს ადამიანის ორგანიზმი, უკვე ვეღარ ერევა და ჭირდება აუცილებლად დანამატის სახით, იგივე ეს არის საკვები უჯრედისთვის. და მეხუთე, ტექნოლოგიების საზღვრების გარეშე. ეს კომპანია არის საერთაშორისო გლობალური და ორიენტირებულია წარმატებული მსოფლიო პრაქტიკაზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უმაღლეს ხარისხს ჯანმრთელობისთვის და უფრო მეტად ეფექტური გადაწყვეტილების შექმნისკენ. სწრაფვა აძლევს მოტივაციას, ეძებოს ახალი მწარმოებელი პარტნიორები და ყოველთვის ამიტომ წარმოების გეოგრაფია მატულობს და ფართოა. და სად არის, ანუ სად იწარმოება პროდუქტი ამერიკაში, იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ესპანეთში, სლოვენიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, სამხრეთ კორეას და ტაივანში. და რაც მთავარია და რაც ყველაზე მეტად მე მომწონს, ეს არის ჯანმრთელობის კონცეფცია. და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, აქტიური, დატვირთული და ხანგრძლივი ცხოვრების გასაღებია. და Coral Club გთავაზობთ საუკეთესო საკუთარ ჯანმრთელობის კონცეფციას, რომელიც ეფუძნება წყლის ბალანსის სწორ შენარჩუნებას,
დაბალანსებულ კვებას, ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით გამდიდრება სუფთა და უსაფრთხო გარემოს. და ადამიანისთვის კომპლექსური, ეფექტური, ბუნებრივი გაჯანსაღების მეთოდიკას. დატენიანება, ნუტრიენტები და კომპლექსური გადაწყვეტილებები. ამიტომ მომხმარებელმა რომ მიიღოს სასურველი შედეგი, შეიქმნა ესეთი კომპლექსური პროგრამები, კარგად გააზრებული კომბინაციით, უკვე აქ ექიმები იღებდნენ მონაწილეობას, ნუტრიციოლოგები საერთაშორისო მასშტაბით და შექმნეს ესეთი სქემა და ესეთი მიზნობრივი პროგრამები. და საზოგადოება და ქორალ კლუბი. ანუ ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ იდეის ქვეშ გაერთიანდეს, მიიღოს მოტივაცია და გაუზიაროს სხვასაც ეს შესაძლებლობები, დაეხმაროს სხვას აირჩიოს პროგრამა თუ სხვადასხვა პროდუქტები და კომპანია ყველანაირად ეხმარება ადამიანებს შეუერთდეს ამ გუნდს და რაღაც აახალისოს სხვადასხვა პროგრამები არსებობს, რაზეც უკვე მაგაზე თუ დაინტერესდებით, უკვე შემდეგ ვისაუბრებთ. მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ კომპანია ძალიან სოციალურია, კარგია მომხმარებლებისთვის და აძლევს ძალიან ბევრ საშუალებებს. და პირველ რიგში უკვე კონცეფციაზე ვილაპარაკეთ, ანუ 5 ძირითადი ესეთი ნაბიჯი არის: ჰიდრატაცია, შემდეგ დეტოქსი. დეტოქსი ყოველთვის რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ ეს უნდა იყოს გახთომის პროგრამა და ეს არ არის გახთომის პროგრამა. პირველ რიგში ადამიანი კი შეიძლება იყლებდეს, პლუს კიდე თუ ამატებს მოძრაობას, თუ ამატებს კვების რაციონს, თუ ცვლის, ანუ და მიყვება ამ კონცეფციას, ხო? ამის საფუძველზე იკლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის დასაკლები პროგრამა. შემდეგ არის ანტიპარაზიტარული პროგრამა, ღრმაწმენდა და უკვე შემავსებელი და უკვე 14 მიმართულება, როგორც ვთქვი. ცალკეულ პროგრამებზე უკვე ცალკე ვილაპარაკებთ. თვითონ კომპანიასაც აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ აქ არის რეფერალური სისტემა. ანუ ეს ჩემი გვერდია, მე ვაძლევ ხალხს ინფორმაციას ამ პროდუქტების შესახებ, ვქმნი ჩემ გუნდს, ვაფართოვებ მომხმარებელთა ქსელს და თქვენ ამით როცა ადამიანი რეგისტრირდება, იღებს გარკვეულ ბონუსებს უკვე, ხო? უკვე თვითონ პირველ რიგში უკვე ადამიანს ყავს კონსულტანტი, რომელიც დაეხმარება აარჩიოს და გაერკვეს საერთოდ ამ სისტემაში, არა მარტო როგორც ჯანმრთელობა, არამედ უკვე იმ შესაძლებლობაში, რომ უფასოდ შეძლოს მიიღოს ეს პროდუქტი. როდესაც ანუ ლინკი მაქვს მე წარმოდგენილი, აი თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აბსოლუტურად ეს არაფერს ანუ უფასო არის, შეხვიდეთ, ნახოთ თვითონ wellness market-ში, ანუ რა 200-ზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი. ეგრევე, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით საკლუბო ნომრით, ეგრევე იღებთ 20%-იან ფასდაკლებას, ასევე კომპანიას დამატებით აქვს ყოველთვე რაღაც ფასდაკლებები და საბოლოო ჯამში სადღაც შეიძლება 35%-იც გამოგივიდეთ ფასდაკლება. თქვენ რომ პირდაპირ მიხვიდეთ და დაუშვათ ხო საწყობში და პირდაპირ იყიდოთ, მაშინ ბევრად ძვირი დაგიჯდებათ ეს პროდუქტი. და ასევე არის ესეთი სისტემა, როდესაც თქვენ ანუ ყველა პროდუქტს აქვს თავისი ქულა, იმიტომ რომ რახან ეს კომპანია არის საერთაშორისო, ხო? სხვა ქვეყანაში რო იყიდის ადამიანი დაუშვათ ან როგორ უნდა დაითვალონ, ხო? ანუ დაუშვათ ეს ბონუსები. ამიტომ ესეთი ქულები აქვს და პირობითი ერთეული, შემდეგ არის შიდა კურსი და ხდება ესე დაანგარიშება. ანუ 500 ქულას რო თქვენ აგროვებთ, ან 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, რამდენიც დაჭირდება ამ ქულის შეგროვებას, შემდეგ თქვენ ხდებით VIP მომხმარებელი და უკვე თქვენ შენაძენზე 10%-ს იღებთ cashback-ს. ასევე არის შესაძლებელი უფასოდ მიიღოთ პროდუქტი ან ძალიან დიდი ფასდაკლებით, იმიტომ რომ აქ მოქმედებს ესეთი სისტემა. ანუ გაუზიარე შენ მეგობარს და ინფორმაცია და თუ ვინმე შეიძენს